გლობალური ბიზნეს ამბები გავხსნათ ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის გაფრთხილებით, რომელიც მიმართულია ენტროპიკისკენ. ეს არის წამყვანი ერთ-ერთი AI ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ვითარდება საკმაოდ აგრესიულად ბაზარზე. ენტროპიკის დამფუძნებლები არიან გაფრთხილებულები, რომ თუ უწყებას კლოდის, ანუ მათი AI მოდელის სამხედრო ინტერესებისთვის გამოყენების უფლება არ მიეცემა, ანუ ომის დეპარტამენტს ორ მხარეს შორის დადებული 200 მილიონიანი შეთანხმება იქნება შეწყვეტილი. სტარტაპი კი საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობას და საჯარო უწყებისთვის საკუთარი სერვისის მიყიდვას ვეღარ მოახერხებს, როგორც პენტაგონის წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ამერიკულმა AI კომპანიამ უნდა დაუშვას წვდომა და მისცე სისტემებზე ულიმიტო და შეუზღუდავი წვდომა პენტაგონს, რათა აღნიშნული მოდელები, როგორც საბრძოლო მოქმედებებისთვის, ისე დაზვერვისა და იარაღის წარმოებისათვის იქნეს გამოყენებული. ეს არის რაღაც იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტს. თავის მხრივ დარიო ამოდეის სტარტაპში აცხადებენ, რომ მათი AI მოდელი თავიდანვე ჰუმანური სტანდარტების დაცვის მიზნით შეიქმნა და ვერ დაუშვებენ ვინმე პროგრამის ეთიკური საზღვრები დაარღვიოს და AI ასისტენტი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. უცნობია, როგორც არ იმართება პრინციპში აი ეს პროცესი, რომელიც დაიწყო ამ შემთხვევაში პენტაგონმა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ენტროპიკს მათი მხარდაჭერის გარეშე სავარაუდოდ გარკვეულწილად შესაძლოა გაუჭირდეს ბაზარზე განვითარება, სწრაფი განვითარება, რომელიც კომპანიას დღემდე ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის პროცესში ენტროპიკი მონაწილეობდა პრინციპში პალანტირთან. შეიძლება არაფერდაპირიქს, მაგრამ მისი პალანტირთან თანამშრომლობის ფარგლებში იყო ენტროპიკის ხელოვნური ინტელექტის მოდელი გამოყენებული მადუროს დაკავების ოპერაციისთვის. ასევე ენტროპიკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისთვისაც გაიხსნა წვდომა პენტაგონის საიდუმლო ფაილების და ეს ინფორმაცია AI მოდელს გადაეცა, თუმცა მას შემდეგ OpenAI-მ უფრო მოახერხა და XAI-მ თანამშრომლობის გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტთან და ის ადასტურებს იმას, რომ ენტროპიკის შეჯიბრებით მზად არ არიან, რომ სრული წვდომა მისცენ ომის დეპარტამენტს საკუთარ ინფორმაციაზე, თუმცა მიუხედავად ამისა ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტი თვლის, რომ უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში, როდესაც რბოლაზე ვსაუბრობთ ქვეყნების AI მიმართულებით, ალბათ სამხედრო და სადაზვერვო მიზნები არის ერთ-ერთი მთავარი და ამოსავალი წერტილი, რატომაც ქვეყნები ხელს უწყობენ სტარტაპების განვითარებას, უფორმებენ 200 მილიონიან კონტრაქტებს და არ უშლიან ხელს მოკლედ იმაში, რომ მოცვა იყოს მაქსიმალურად დიდი. ხო, ენტროპიკის და თავრობის კოლაბორაცია თუ ჩაიშლება, ეს უკვე ენტროპიკის კაპიტალიზაციაზე ძალიან ნეგატიურად აისახება, რადგანაც ამ სტარტაპის ინვესტორები დაახლოებით 380 მილიარდ დოლარად აფასებენ, ეს ჯერ კიდევ წინა კვირას გახდა ცნობილი და იქ ამ შეფასებაში ძალიან დიდი წილი მოდიოდა სწორედ სახელმწიფო კონტრაქტების არსებობაზე და თუ ეს კონტრაქტები გაქრება, უკვე ინვესტორები გარკვეულწილად თავიანთ პროგნოზებს და მოლოდინებს გადახედავენ და ალბათ კაპიტალიზაცია არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება. რაღაც გარანტიების ხო არის ინვესტორებისთვის? აუცილებლად გარანტია თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების თავრობასთან. ზუსტად ეგ არის, მაგალითად პალანტირი, რომელიც შენ ახსენე, ასევე არის ძალიან სწრაფად მზარდი ფაქტობრივად სტარტაპი, რომელიც ლამის 80% დამოკიდებულია ომის დეპარტამენტზე. ომის დეპარტამენტმა პალანტირს რომ შეუწყვიტოს კონტრაქტი, ეს კომპანია ხვალიდან უკვე ჩათვალეთ რომ არარელევანტური იქნება. ნულიდან მერე რაღაცის ხო, ნულიდან რაღაც შექმნა თან ახლა პალანტირის ტექნოლოგია კერძო პირზე ვერც გაიყიდება ის სამხედრო იარაღს აწარმოებს, მას ვინ იყიდის თუ არა ამერიკის მთავრობაზე. ახლა უცხოეთის მთავრობაზე ამერიკა მაგ იარაღს არასოდეს არ გაყიდის. მაგრამ ერთი ამერიკული კომპანია თავის სერვისებს და პროდუქტებს სიამოვნებით გაყიდის უცხოელებზე, ეს კომპანია არის Uber Eats. Uber-ი ზოგადად ამერიკაში არის ტაქსი სერვისი, რაც ყველასათვის ძალიან მარტივად გასაგებია, მათ შორის საქართველოშიც. და Uber Eats-ი არის მიტანის სერვისი, რომელიც Uber-ის, ასე ვთქვათ, ფოლგის ქვეშაა წარმოდგენილი, აქ ჩვეულებრივი კურიერული სისტემა, ისევე როგორც Glovo და Bolt-ია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. მოკლედ Uber Eats-ი ფართოვდება და ევროპის 7 ახალ ქვეყანაში აპირებს შესვლას ერთდროულად. ძალიან აგრესიულ გაფართოებასთან გვაქვს საქმე და ამ ტალღის ფარგლებში ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და ხორვატია იქნება ათვისებული ამ ბაზრებზე გამოჩნდება Uber-ი. როგორც კურიერებთან იქნება მოლაპარაკებები დაწყებული, ასევე იქნება სუპერმარკეტების და აფთიაქების ქსელებთანაც მოლაპარაკება, რათა მიწოდების ჯაჭვში Uber-ი პირდაპირ იყოს ჩაინტეგრირებული და ადამიანს მაგალითად შეეძლოს სუპერმარკეტიდან თავისი სასურველი
საკვებისა თუ პროდუქტების სიის გაწერა და სუპერმარკეტი პირდაპირ მიაწვდის ამ ინფორმაციას Uber-ს და ლოგისტიკაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ძალიან მარტივი და გასაგები ბიზნესი არის ეს. მიზეზიც ალბათ მარტივია, რატომ უნდა კომპანიას ამ მიმართულებით განვითარება და აქვე შედეგზეც უნდა ვთქვა, როდესაც თქვა, რადგანაც ეს წელი მთლად კარგი არ გამოდგა Uber-ისთვის 15%-იანი კლება აქვს მას და 155 მილიარდი დოლარი არის ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია. თავად კლების მიზეზი კი ის არის, რომ ავტოპილოტის ტექნოლოგიამ ვერ გაუმართლა Uber-ს იმედები, თავიდან ჰქონდათ მოლოდინი, რომ სადღაც 2026 წლის შუაში ხო რობოტაქსების სერვისს გაუშვებდნენ, მაგრამ ეს სერვისი იმდენად შეზღუდულია მსოფლიოში, არანაირი რეგულაციები ამ მიმართულებით არ არსებობს და მომდენო 3 თვეში არავის არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ გადაბჯდებით ხო, თან კონკურენტებიც ყავს, ხო, ეხლა ძალიან ბევრი კონკურენტი, Waymo-ა, Tesla-ა და ამის ყველა კომპანია, Nvidia შევიდა ამ ბაზარზე ბოლო-ბოლო 1 თვის წინ შესაბამისად. ჩინელებიც არ აკლებენ. ჩინელები რა თქმა უნდა არაფერს არ აკლებენ და ამიტომაც დიდად კარგი მოლოდინები რობოტაქსის სეგმენტში ჯერჯერობით ინვესტორებს Uber-თან არა. Uber-მა გარკვეულწილად რევოლუცია მოახდინა ტაქსის მომსახურების სექტორში და აი რობოტაქსებში ალბათ ამ რევოლუციის მოხდენა გაუჭირდება. დააგვიანა მინიმუმ. ერთ-ერთი ისეთი კომპანია, რომელიც 21 საუკუნეს შეგვიძლია რომ გამოარჩიოთ მისი გავლენით იმ სექტორზე, სადაც ის მოღვაწეობს ახლა და ბოლოს ერთი აკრძალვაზეც უნდა ვისაუბროთ. Uber-ი კი შედის ევროპაში, მაგრამ WhatsApp-ი მაგალითად რუსეთის ფედერაციიდან გამოდის. ნუ გამოდის რა, პრინციპში აკრძალულია. 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავდა WhatsApp-ს და შესაბამისად რუსეთში ამ პლატფორმის მომხმარება შეიზღუდა. რუსეთის ხელისუფლება ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, დაახლოებით 6 თვის წინ გაკეთდა განცხადება, დაწესდა ჯარიმები მეტას წინააღმდეგ, ისინი ითხოვდნენ წვდომას კონკრეტულ მონაცემებზე, რა თქმა უნდა, დაშვება წვდომა არ მისცა მეტამ, შესაბამისად მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აიკრძალათ რუსეთში WhatsApp-ის გამოყენება. დიმიტრი პესკოვმა გააკეთა, გაავრცელა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მოსახლეობას უთხრა, რომ არსებობს ალტერნატიული პლატფორმა, Maxi ქვია ამ პლატფორმას, რომელიც რუსეთში შეიქმნა და ამ პლატფორმაზე მოუწოდებს ადამიანებს გადასვლისკენ. პრინციპში სხვა, ასე ვთქვათ, ალტერნატივებიც არ არის. VPN სერვისებით რუსეთში აქამდე სარგებლობდნენ WhatsApp-ით, თუმცა ახლა WhatsApp-ის სარგებლობა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მოცემულობა ასეთია, ძალიან ხარვეზიანად მუშაობს Excel-ი და ადამიანები იძულებით ირჩევენ Max, რომელიც არის რუსული პლატფორმა. პესკოვმა ასევე ახსენა, რომ იქ ჩაშენებულია უამრავი სერვისი, სახელმწიფო სერვისი, სარგებლობა სერვისი. ფავთვალი თავიდანვე ჩაშენებული იყო და პირდაპირ live რეჟიმში კითხულობს FSB მიმოწერას. ხო, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნუ დაკვირვების და თვალთვალის კარგი საშუალებაა ეს FSB-ისთვის და რუსეთის ხელისუფლებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ Maxi ახლა მთავარი აპლიკაციაა, რომელიც WhatsApp-ის ნაცვლად რუსეთში გამოიყენება. ამასთან დაკავშირებით მეტას კონკრეტული განცხადება არ გავრცელებია. პრინციპში მაშინ როდესაც მოთხოვნა გაჟღერდა რუსეთის მხრიდან, რომ გაეხსნა წვდომა, არც მაშინ გაუკეთებია მეტას განცხადება, ნუ ისე დუმილით უპასუხა, რომელიც ამ შემთხვევაში არა თანხმობას, არამედ არას ნიშნავდა და WhatsApp-ი რუსეთის ბაზარს ემშვიდობება, რომელს ასევე ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავდა და მათ ალბათ Max-ზე გადართვა მოუწევთ, თუ რამე ჩინური ალტერნატივა არ გამოჩნდება. ჩინელებსაც სურს, რა თქმა უნდა, რომ რუსული ბაზარი ათვისებული იყოს და არა FSB-მ, არამედ ჩინეთის სპეცსამსახურებმა აკონტროლონ არსებული ვითარება.